დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგპირდით გადაცემის პირველ სტუმართან ერთად, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი კიკვაძე შემოგვიერთდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ საკუთარი თავის შეცნობაზე. მოგესალმებით, მამა გიორგი. დაგმოვცეთ. მოგესალმებით, დილამშვიდობის საღმერთმა დაგვრჩით. არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა დროს ამ სტუდიაში ამ თემაზე, თუმცა კიდევ ერთხელ მოგვინდა რომ მივბრუნებოდეთ ამ საკითხს, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენი უწმინდესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ძალიან ხშირად მოუწოდებს ერთს როგორც ამბიონიდან, ისევე სხვადასხვა გადაგებებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეცნობა. პირველ კითხვას მარტივად დავსვამ, რას ნიშნავს საერთოდ საკუთარი თავის შეცნობა, როგორ გვესმის და ან როგორ უნდა გვესმოდეს? შეიცან თავის შენი. ეს ფრაზა ახალი არ არის, არც ჩვენი მაყურებლებისთვის არის უძველესი დროიდან ცნობილი. სიყო იცით ძველი ბერძნული სიბრძნეა რა. დიახ. მაგრამ რაში მდგომარეობდა ამ სიტყვის წარმართული გაგება და რაში მდგომარეობს ქრისტიანული ხედვა ამ სიბრძნისა. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ მისი უწმინდესობა არაერთხელ მოგვიწოდებს ჩვენ მის სამწყსოს, რომ ვიფიქროთ საკუთარი თავის შეცნობაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენ ცხოვრებაში. წარმართული გაგებით შეიცან თავის შენი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რაც ვთქვათ ქრისტიანული გაგებით გვინდა ვისაუბროთ და რაც ჩვენთვის არის უფრო მნიშვნელოვანი. ეფრემასურის ლოცვა გავიხსენოთ. დიახ. მომეც უფალო განცდათვის და ცოდვათა და რა განკითხვა ძმისა ჩემისა, ხო? აქვე ვიცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დარიგება, რომ არ განიკითხო და არ განიკითხები. მარტივად შეიძლება ადამიანმა არ განიკითხოს, უბრალოდ არ თქვა სხვაზე ცუდი, მოინდომოს და არ თქვას, ხო? მაგრამ რამდენად სიღრმისეული იქნება ეს არ განკითხვა, რამდენად გაცნობიერებულად არ განიკითხავს ის, აი რამდენად გაცნობიერებულად არ იტყვის სხვაზე ცუდს, ბოროტებას, გნებავთ უარეს ცილის წამებას. თქვენ იცით, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებაში არაფერი არ ხდება მექანიკურად ან არ უნდა ხდებოდეს. ნუ ზოგჯერ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ. მაგრამ კარგია, რომ თვითოულ ჩვენ ნაბიჯს ახლავს გაცნობიერებულობა, თუ რატომ შვებით ამას და რისთვის შვებით. აი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ცდილობს გაიცნოს თავის თავი, დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე და ეს არ არის ხო ერთდღიანი პროცესი, ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ძიების ობიექტია რა. ყოველთვის სასურველია რა ასე იყოს და არა ერთადერთი რაღაც ასაკშია ეს ადამიანი. შეიძლება ადამიანმა იმდენი დაცემულობა, ისეთი ხარისხის დაცემულობა, იმდენი უნებითი მიდრეკილება, იმდენი ცოდვა აღმოაჩინოს თავის თავში, რომ არათუ არ განიკითხავს, დროც აღარ დარჩება ამისთვის, სურვილიც არ გაუჩნდება. რომ ადამიანი ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, ხომ, როდესაც თქვათ, მარტივ მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ავათარის ნეულებაშია სამოწყუფოში წევს, ის ფიქრობს იმაზე, რომ გამოჯანმრთელდეს, ის ყარ ფიქრობს იმაზე, რომ თქვათ, მისი მეზობელი რა ცუდი ქალია და როგორ არ დაუბრუნო დროზე ვალი მაპატიეთ ამ მხეის შედარებისთვის. ესევე ადამიანის სულიერი მდგომარეობა. როდესაც ის მის ყოველდღიურ სულიერ ცხოვრებაში ესე გაწერილა ძნელია თქმა, ახლა დღის რა მონაკვეთში უნდა აკეთებდეს ადამიანი ამას. უღრმავდება საკუთარ თავს, ოღონდ არა მედიტაციური გაგებით. რომ შეიცან თავის შენი წამიკითხავს არაერთი სტატია, რომ ეს კარგია ჩვენი წინსვლისთვის, ეს კარგია საკუთარი თვითშეფასების ამაღლებისთვის. და ცოტა გაუგებარია, თუ კი ჩვენ ამას ქრისტიანულად უყურებთ და მე თუ ვცდილობ ჩემი თავის დანახვას, მე თუ ვცდილობ ჩემ თავს შევხედო ჭყალებში გვერდიდან და 1000 მანკიერებას აღმოვაჩენ მასში, ეს შეიძლება დამეხმაროს სულიერი წინსვლისთვის, არა? იმიტომ რომ პირველი საფუძველი არის შეცნობა იმისი, რომ უძლური ხარ. აქედან იწყება გამოსწორება. აქედან იწყება ის, რომ შენ გიქრება სურვილი სხვებზე ცუდის თქმის. დიახ. დიახ. აი გიორგიმ თქვა, რომ პატრიარქი ძალიან ხშირად მოგვიწოდებს საკუთარი თავის შეცნობისკენ. უწმინდესი ასევე ბრძანებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს სამი სახე,
ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენია თავისი თავი ისეთი როგორცაც სხვები თვლიან რომ ის არის და მესამე სინამდვილეში როგორი არის თუმცა ჩვენ ადამიანები ამაზე მაინც ხშირად არ ვფიქრობთ უფრო ალბათ გვირჩევნია რომ სხვისი შეცნობა დავიწყოთ სხვას ჩავუღრმავდეთ ვიდრე თქვა საკუთარ თავზე ვიფიქროთ სამწუხაროდ ეს ჩვენი ნაკლია სულიერების დაბალ დონეზეც მეტყველებს ბუნებრივია მაგრამ აი პირველი ნაბიჯი ვთქვათ თვით შეცნობისკენ, თვით შემეცნებისკენ და საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, როგორ უნდა გადადგას ადამიანმა? აქ საინტერესოა პასუხი ამ უაღრესად ძნულ გამონათქვამზე თუ რატომ ხედავს ადამიანი თავის თავს სხვანაირად, ან რატომ არ უნდა მას ხედავდნენ სხვები ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში. აქაც ვფიქრობ, ჩვენი ცოდვითი ბუნებაა დამნაშავე და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა ამ ბარდავნება რომელმაც იცით რომ დემონი ანგელოზი ბუდიშს ვიხდი დემონად აქცია და ერთ-ერთი მიზეზი იმის არის გამოც ჩვენმა პირველმა წინაპარმა ადამი აღმოჩნდა სასუფეველის გარეშე ადამიანს წვენია არ უნდა თავისი ქედმაღლობა თავისი ამ ბარდავნება ხშირ შემთხვევაში არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩვენ საზოგადოების წინაშე ვიყოთ გახსნილები რომ ჩვენ არ გვწვენოდეს ისეთებად აღვიქონდნენ ადამიანები როგორიც სინამდვილეში ვართ და ხშირად ირგებს ხოლმე ადამიანი სხვადასხვა სახის ნიღაბს საზოგადოების სხვადასხვა წრეებისათვის რომ მათ დაინახონ ესა თუ ის პიროვნება ისეთი როგორიც ამ პიროვნებას უნდა რომ იყოს და რა არის პირველი საფეხური აი ამ მდგომარეობის გამოსწორებისა. ცით პირველ კითხვას დაუბრუნდები, იმიტომ რომ პასუხი მე მგონი იგივეა, მგონი ფიქრობ რომ იგივეა პასუხი. ვედრება უფლისადმი, რომ მისცეს ადამიანს განცდა თვისთა ცოდვათა. და რატომ ვერ ხერხდება ხოლმე ეს? ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი არის ამის ძალიან მნიშვნელოვანი დრო და რას გულისხმობ ამაში. თითოეული ჩვენგანი დღეს ისეთი ცხოვრება, ისეთი რითმია ცხოვრობს, სადგომ ჩქარობთ ყოველთვის. მე არ მინახავს ადამიანი რომ არ ეჩქარებოდეს. ჩვენ გვეჩქარება სამსახურში მისვლა, შემდეგ იქიდან წამოსვლა, თქვათ, გარკვეული ოჯახური საკითხების მოგვარება, შემდეგ სოციალური ქსელებით სარგებლობთ, სხვადასხვა ესე იგი ტექნიკურ საშუალებებს ვიყენებთ და ისე სწრაფად გადის ხოლმე დღე, რომ არ გვჩება ამისთვის დრო. არა და უაღრესად მნიშვნელოვანია რომ დღეში ახლა ცოტა რთულია რეცეპტივით გამოუწერო ადამიანს რამდენი ხანი უნდა იფიქროს და გაანალიზოს გავლილი დღეა რა ძნელია მაგრამ ეს არის აუცილებელი იმიტომ რომ სულიერება გვჩება გვერდზე თითქოს სადღაც გვეჩქარება თითქოს რაღაც უნდა მოვასწროთ და მერტმა ყველა 100 წელი აცოცხლოს მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით რო და ჟამი როდის მოგვიწევს წარდგენა ყოველწმინდა სამების წინაშე და შეიძლება აი ამ სიჩქარეში, აი ამ რბოლაში ადამიანს დაავიწყდეს ყველაზე მთავარი სულიერებაზე ზრუნვა. დღეში 2 წუთიც ვერ გამონახოს იმისათვის, რომ დაждდეს და დაფიქრდეს. რა ხდება ჩემ თავს? ვინ სადავარ? დროვე ადამიანის პრობლემა უფრო ალბათ, მამონ. ყველა დროში ბუნებრივია იქნებოდა ეს პრობლემა, რომ აი თქვენის მიზეზები რაც ჩამოთვალეთ, ხო? გაურბის კიდევაც თითქოს არა ხელოვნურადაც ადამიანი მარტო ყოფნას. ეს ხო მნიშვნელოვანია ზოგადად ქრისტიანებსაც ნებისმიერი ადამიანისთვის რომ თითქოს აღარ ვიცით მარტო ყოფნა, ფიქრი, რაღაცის გაანალიზება, სულ სადღაც მივდივართ, თავისუფალ დროს ვცდილობთ რომ შევავსოთ იგივე მეგობრებთან ყოფნის, ანუ ვერ ვანაწილებთ დროს ამისათვის და ბოლოს გამოდის რომ აღარ გრჩება ყველაზე მნიშვნელოვანისთვის დრო. მართალი ბრძანდები, სხვადასხვა დროის განაწილებაზე მის უწმინდეს უწმინდესობას არაერთხელ უსაუბრია და დაურიგები ვართ. დღეც გვიან იწყება ჩვენთან არა საქართველოში. უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში 7 საათზე, 6 საათზე იწყება დილით დღე ჩვენთან 9-ზე, 10-ზე. და შემდეგ იმდენად შებოჭილი ვართ დროში, რომ როგორც მოგახსენეთ ამ თავრისთვის არ გრჩება დრო და ვფიქრობ, რომ ადრე ასე არ იყო. აი თუ დამეთანხმებით, აი დღევანდელ ახალგაზრდობას რო შევხედოთ, თქო ბავშვებს. სამწუხარო ძალიან იშვიათად დავინახავთ, რომ ისინი ეზოში თამაშობენ. ისინი ერთობიან კომპიუტერით, ისინი ერთობიან ინტერნეტით და დრო არ რჩებათ უფრო მთავრისთვის, პირადი ურთიერთობისთვის. ბავშვები ხო ერთმანეთთან თამაშით უნდა აღიზარდონ, რაღაცა პირადი კონტაქტებით უნდა ისწავლონ, ზოგი რამე შეეშლება, ზოგჯერ იცელქებენ, ზოგჯერ ამას გამოასწორებენ და ასე შემდეგ, მაგრამ რატო მომყავს მაგალითად პატარები, რომ პატარა ბავშვებსაც კი თითქოს და დრო არ რჩებათ იმისთვის, რისთვისაც უნდა დარჩეთ.
ხა 6 წლის ბავშვს არავინ თხოვს იმას რომ დაждდეს და შეიცნოს თავითვისი და განცდათვის და ცოდვათა კონდეს. არა რა თქმა უნდა, უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ რაც მათ ევალებათ, რაც მათი ასაკისთვის არის დამახასიათებელი, ამ ცხოვრების მომენტებმა თითქოს და მათი დიდი ნაწილიც მოწყვიტა. ამას თუ არაღაფერს ვიტყვით ჩვენზე. და ადრე არ იყო ეს, ხო? თითქოს მოზრდილ თაობასაც მეტი დრო რჩებოდა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, მეტი დრო რჩებოდა იმისთვის, რაც არის დღეს თქვენი გადაცემის თემა. საკუთარ თავზე ფიქრისთვის, საკუთარი მომავლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის და მომავალს გულისხმობ არა მარტო ხორციელს, სულიერსაც. დიახ, რატომ კიდევ ერთხელ რომ გამარტოთ მამა, რატომ მოგვიწოდებენ წმინდა მამები, ჩვენი პატრიარქიც ასე ხშირად, რატომ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობა, რაში გვეხმარება და რისკენ მივყავართ? იცით, სწორად წარმართული ნებისმიერი სულიერ პროცესს მივყავართ უფლისკენ. დიახ. რა ქვე დავძინოთ ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია რომ ეს პროცესი საკუთარი თავის შეცნობის არ გახლავთ მექანიკური და არ გახლავთ გაწერილი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელსაც ვფიქრობ რომ ჭირდება, კარგი იქნება რომ ეს ხდებოდეს მოძღვრის მეთვალყურეობის დროს, ქვეშ უბრალოდ. აი თქვენ გეცოდინებათ მონასტრული პრაქტიკა როგორ იყო ადრე. დიახ. რომ მონაზონი რომელიც ცხოვრობდა მონასტერში მთელი დღის თავის ნაფიქრს, ნააზრევს თქვათ და ასე შემდეგ დღის ბოლოს თავის სულიერ წინამძღვარს გააცნობდა ქონდა და გააცნობდა ხოლმე და მას გარკვეული ესე იგი კორექტივები შექონდა ამ ნააზრევში. და მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ თუ კი ადამიანმა არ აღიარა თავისი უძლურება რომელიც არის საწყისი უფლისგან უფალთან ურთიერთობისა არ აეწყობა სწორედ ურთიერთობა. აი მაგალითისთვის როდესაც ერთი ადამიანი გაიცნობს მეორეს და სურს მასთან გულწრფელი მეგობრობა, ანუ დასაწყისშივე არის სწორი არა მიდგომა. და შესაძლებელია მათი ურთიერთობა განვითარდა, შედგეს ძალიან კარგი მეგობრობა, რომელიც მათთვისაც სასარგებლო იქნება და უფლისთვისაც სათნო იქნება. მაგრამ თუ კი ერთი ადამიანი მეორეს გაიცნობს თქვათ გამორჩენის ანგარების მიზნით, თავშივე არის ჩადებული რა არასწორი საფუძველი, ბუნებრივია მათი ურთიერთობაც არასწორად აეწყობა. თუ კი უფალთან ურთიერთობას ვიწყებთ არა იმით რომ უფალო ცოდვილი ვარ და მჭირდება შენი დახმარება, არამედ სულ სხვა რამე. პრაგმატულად ვუდგებით. უფალი მოწყალია და შეიძლება ისე მოატრიალო შემდეგ ჩვენი ფიქრი რომ სულ სხვა გზით წაგვიყვანოს, მაგრამ არ ჯობია რომ თავშივე სწორად დავიწყოთ, თავშივე სწორად ავაგოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რასაც ყოველ წმინდა სამებასთან ქვია ურთიერთობა. აი კიდევ თქვათ რა შეიძლება გვეხმარებოდეს მამა. ნუ ლოცვა ახსენეთ, ხო? უმთავრესია მართლაც და ბუნებრივია ქრისტიანისთვის. კიდევ რა აი ეს ურთიერთობები რომელიც თქვენ ახსენეთ, ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება ხო დაგვეხმაროს თქვათ რაღაცაზე დაგვაფიქროს, მაგრამ დღეს ეს ურთიერთობებიც თითქოს აი თუ დაკვირვებულ ხართ, რაღაცა 4-5 მეგობარი ვსხედვართ და 4-ს თუ არა აქედან 3-ს მობილური ტელეფონი უჭირავს. შესულია თქვათ ინტერნეტში, ანუ ეს ურთიერთობაც გაცვდა თითქოს ერთად ვართ, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე ვართ, არა? თქვათ მივდივართ სადღაცა მუსიკა იმ ხელახმაზე რომ ვსაუბრობთ, ანუ ხმას უწევთ რომ გადავაჭარბოთ, ანუ რეალობაში გამოდის რომ თავს ვიტყუებთ, ეს ურთიერთობაც ზედაპირულია. კიდევ რა შეიძლება დაეხმაროს, თქვათ, კარგი ლიტერატურაც ალბათ არა, ყველა დავფიქრებულად, როცა რაღაცა კარგს კლასიკას ამ შემთხვევაში ხო მსოფლიო კლასიკას კითხულობ, რაღაცა პერიოდი ფიქრობ ამ გმირებზე, შენ თავს არ მოიდგენ, ესეც გეხმარება ალბათ. კიდევ რა აი რა შეიძლება რომ დაგვეხმაროს ამაში. თავშივე აღნიშნეთ რომ საკუთარი თავის შეცნობის პროცესი არ არის და ვერ იქნება ხომ ერთდღიანი ან ერთწლიანი. ეს არის მუდმივი პროცესი. ცხოვრების რა ეტაპზე ადამიანს რა შემწეობას გამოუგზავნის უფალი და რით დაეხმარება რომ მან ჩაიხედოს საკუთარ გულში, ცოტა ძნელია თქმა, მაგრამ შევეცდებით რომ თქვათ ჩამოთვალოთ რა შეიძლება ეს იყოს. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს დიდი სიხარული, ცხოვრებისეული. ვიღაცისთვის სამწუხაროდ შეიძლება ასეთად იქცეს განსაცდელი. კი. ზოგიერთს არც ერთი ჭირდება იმისათვის რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს, არც მეორე და უბრალოდ მისი ყოველდღიური სულიერი ცხოვრება, ისი აწყობილი ყოველდღიური ლოცვა, ყოველდღიური თქვათ ოთხშაბათი პარასკევის მარხვა, ტაძარში სიარული, მოძღვართან ურთიერთობა, ისი აქ სულიერი ცხოვრება მოწესრიგებული, თუ შეიძლება სულიერ ცხოვრებასთან მიმართებაში გამოვიყენოთ ეს ფრაზა, რომ მას ყოველთვის რჩება დრო იმისათვის რომ იფიქროს საკუთარ სულზე, იმისათვის რომ ჩაიხედოს საკუთარ გულში. თქვენ ახსენეთ ლიტერატურა და ადამიანური ურთიერთობები.
ერთის და მეორედ შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ხელისშემშლელი, ასევე ხელისშემწყობი ფაქტორები. ძალიან მეეჭვება, რომ თუკი ადამიანი კარგ ლიტერატურას კითხულობს, ამან ხელი შეუშალოს საკუთარი თავის შემეცნებაში, მაგრამ არსებობს ასევე დაბალი ხარისხის, მდარე ხარისხის ლიტერატურა, რომელიც თქვათ არ წარმოადგენს და არ აქვს არავითარი მხატვრული ღირებულება, არამედ იმიტომ კითხულობს ამას ადამიანი, რომ რაღაცნაირად წუთიერ თავდავიწყებას მიეცეს. და ამგვარი ლიტერატურა ადამიანს ვერ დაეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი შეიმეცნოს. და რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, აქაც ორივე შემთხვევა გამოდგება. შემთხვევა, როდესაც ურთიერთობა გვეხმარება ფიქრში, საკუთარი თავის შეცნობაში და ურთიერთობა, რომელიც სამწუხაროდ გვაშორებს უფალს. არის ასეთი შემთხვევებიც, ხო, როდესაც მეორე ადამიანთან ურთიერთობა ცუდად მოქმედებს ხოლმე ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. დიახ, მაგრამ აი მტრები, რომლებიც კარგად იცნობენ ჩვენ სისუსტეებს, გვეხმარებიან თუ არა საკუთარი თავის შეცნობაში. აი ჩვენ ხშირად გვაღიზიანებს ხოლმე, მაგალითად, როდესაც ვიღაცა განგვიკითხავს და ჩვენ ამას გავიგებთ, მაგრამ მე შეიძლება დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ ეს ძალიან ობიექტური რამი თქვა ჩვენი მისამართით და ამაზე შეიძლება ვიმუშაოთ და შემდგომში გამოვსწორდეთ, თქვა. აი ესეც გვეხმარება თუ არა, ვიღაცა როდესაც თქვა ცილს დაგწამებს, ან განგიკითხავს, რაღაცაში ალბათ გვეხმარება, ვფიქრობთ უფრო მეტად და უღრმავდებით საკუთარ თავს. იცით ელენე, თქვენ მდგომარეობა ახსენეთ, რომელიც არის იდეალური და რომელიც უნდა იყოს ასე. დიახ. ქრისტიანი, როდესაც განიკითხავენ, არ უნდა გაბრაზდეს თუ ის ამბარტაუნების ცოდვით არაა შეპყრობილი და სწორედ ეძიოს თავის თავში ის ნაკლები, ის მდგომარეობა, რაც თქვენ ახსენეთ. შეიძლება იმ წუთში გაბრაზდეს, მაგრამ შემდეგ დაფიქრდეს და გაანალიზოს. ასე ხდება ხოლმე მე მგონი, ზოგ შემთხვევაში. ხდება, მაგრამ სამწუხაროდ არა ხშირად. ხშირ შემთხვევაში ჩვენ განკითხვას ვპასუხობთ აგრესიით, განკითხვას ვპასუხობთ ასევე განკითხვით, თუ არა უარესით ხოლმე. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გულში მისასვლელი გზა დაბლოკილი გვაქვს ამბარტავნებით, ჩამოფარებული გვაქვს ქედმაღლობის ფარი. და როგორ შეიძლება ჩემზე ვინმე ცუდი თქვას? ეს ხო გამორიცხულია, მე რა უნდა დავფიქრდე, რა მაქვს მე დასაფიქრებელი. მან სამჯერმეც შეგიტყვი და უარესტყოფრეულში აღმოჩნდა. სამწუხაროდ ესეც ხდება ხომ და სწორედ ამიტომ ის ყოველდღიური მდგომარეობა, რომ თუნდაც ძილის წინ, თუნდაც ღამის ლოცვების შემდეგ ვფიქრდები და ვიხედები ჩემ გულში და ვხვდები, რომ თურმე სულაც არა ვარ ისეთი, როგორცაც თავს წარმოვაჩენ თქვენს წინაშე და უფლის წინაშე, არამედ ვარ სულ სხვა. რატომ არის, რომ მე წმინდა მამები, როდესაც უახლოვდებოდნენ უფალს თავის ყოველდღიურ ურთიერთობაში, სულ იძახდა, რომ ცოდვილი ვარ, პავლე მოციქული ცოდვილთაგან პირველი მე ვარ და თავიდან, როდესაც ახალი დაწყებული მქონდა ტაძარში სიარული ეკლესიური ურთიერთობა, ძალიან მიკვირდა ეს. გულწრფელად მიკვირდა, რომ თითქოს ვერც ვიჯერებდი, რომ აი როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ვთქვათ, მოღვაწეობს უდაბნოში, თვლიდეს თავის თავს ცოდვილად, რომელიც ესე ახლოა ყოველ წმინდა სამებასთან თვლიდეს ცოდვილად. რომელიც სასწაულებს აღასრულებს, ის მას ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული, ვინც სასწაულებს აღასრულებს, ის თავის ძალით არ აკეთებს ამას, რომ ის არის მხოლოდ იარაღი ყოველ წმინდა სამების ხელში. მას ჩვენ ვინ გამოვდივართ არა, ალბათ ამაზეც ვიფიქრე. დიახ, უნებრევია. და წმინდანები უახლოვდებოდნენ ყოველდღიურად უფალს, მის სინათლეზე აცნობიერებდნენ თავიანთ დაცემულობას. აი სწორედ ამიტომ არის ეს საჭირო. ამიტომ არის საჭირო საკუთარი თავის შეცდომა, რომ გავიაზრო ჩვენი უძლურება და გავიაზროთ ის, რომ ღმერთი გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს სულდაბლობას და ეს არანაირად არ ნიშნავს იმის თქმას, რომ მე არაობა და უღირსი ვარ. ეს არის ძალიან სიტყვები ხშირად, რომლის გამეორებაც ყველა შეუძლია. ეს სიტყვები უნდა მოდიოდეს გულიდან და ეს ამ სიტყვებს, როგორ გითხრათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ვატარებდეთ რეალურად და არა ფარისეულად. დიახ. ყველა ადამიანის ხსნა უნდა, ხო, ბუნებრივია უფალს და თითო ყოველი ადამიანი მთელ სამყაროზე ძვირფასია, ხო, როგორც მინდა ამბი ამბობენ. ანუ ყველას გულს რაღაცა ფორმით ეხება უფალი, არა ვერ ვიტყვით რომ თქვათ მარტო ქრისტიანის გულს შეიძლება შეერწყოს, ხო? მაგრამ არის მეორე მომენტი, ალბათ მეტნაკლებად ყველას გამოგვიცდია ეს მე ყოველ შემთხვევაში, რომ აი რაღაცას რომ აღმოაჩენ შენ თავში, რაღაცა არ მოგწონს შენ თვითონ, მაგრამ არ იხსნები ამას, ანუ ჩქმალა გადასდებ და მე საერთოდ ისე შეიძლება გაგისკელდეს კანი, რომ აღარ შეეხო და აღარ ჩათვალო, რომ ეს რაღაც ცუდია და გასაგდებია შენგან და მოსახსნელია და შესაძლებელია რამე. ანუ ესეც ხო აბრკოლებს ბუნებრივია, რომელ თავის შეცნობაზე ალაპარაკი, როდესაც ადამიანი ბლოკავს შენ თავში რაღაცებს და აყურებს. აქ არის საინტერესო რატო ბლოკავ? ნუ რამდენიმე მიზეზი შეიძლება კონდეს ამას.
ფიქრობ ერთი რომ ჩათვალოთ თავიდან რომ ეს უმნიშვნელოა. და ამისთვის მე თავს არ შევიწუხებ. ესეც ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია და რა გვაიძულებს ამ თავდაცვას? ფიქრობ ამპარტავნა. დიახ, აი თავი და თავი მიზეზი მაინც ეს გამოდის ხოლმე რა ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ თავშივე აი ამ ცოდვას დავიჭერთ, ვნებას დავიჭერთ და თითქოს გავწევთ გვერდზე, რომ აი როგორც თქვენ ბრძანეთ არ მივაქცევთ ყურადღებას. რატომ არ ჯობია თუ კი თავიდანვე შევნიშნოთ რაღაც ნეულების სიმპტომს? მაშინ უნდა მივირბინოთ ექიმთან, ვიდრე ეს ნეულება გაიდგავს ფესვებში, ჩვენ ორგანიზმში გადაიქცევა ქრონიკულ დაავადებად და შემდეგ მისი მკურნალობა ძალიან ძნელი იქნება. ამიტომაც არის, რომ როდესაც ადამიანი ცოდავს, მან უნდა იჩქაროს სინანულე. და არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ არა არ ცოდვა მძიმე უფლის გასმოყარეობისათვის და არასოდეს არ უნდა მოერიდოს. კარგია რომ მოგვერიდოს მანამ სანამ გავაკეთებთ რამე ცუდს. მაგრამ თუ კი ისე მოხდება და არ მოგვერიდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვერიდოს შემდეგ ამ ცოდვის აღიარება, რომ დროზე მივიღოთ სულიერი წამალი. თქვენ იცით და თქვენმა მაყურებლებმა, რომ ნებისმიერი ცოდვა ეს არის სულისთვის სნეულება და ზოგიერთი სულისთვის მომაკვდინებელიც კი არის, ხო, რომელიც ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად აშორებს ადამიანს უფლისაგან. ღმერთმა დაგვიფაროს ამ სიშორისგან. სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი, საინტერესო იყო. მადლობა უნდა გადაგიხადოთ მოგზაურებისთვის და ავიცი კიდევ ერთხელ შევაგონოთ ჩვენი თავი, არა რომ ყველაფრის გამოსწორება არის შესაძლებელი, ხო? მთავარია ამისი სურვილი არსებობდეს. მე გისურვებთ თქვენს, ჩემ თავსაც და ჩვენს ტელემაყურებელსაც აი ამ სურვილის გაღრმავებას და გაღვიძებას, რომ შევცვალოთ უკეთესობისკენ რაღაცა ჩვენს თავში და ჩვენს ცხოვრებაში, რაც შესაძლებელია და რის შანსსაც უფალი ყოველწამიერად აძლევს თავის მიერ შექმნილ არსებობას, რომელსაც ადამიანი ქვია. გმადლობთ. მაყურებელს შევახსენოთ, რომ წმინდა პანტელეიმონ კურნალის ტაძრის დამსახური მამა გიორგი კიკვაძე საუბრობდა სტუდიაში. თბილისი მოლში რეგიონის უმსხვილესი საოჯახო გასართობი ცენტრი ბუმბუმი გაიხსნა. ცენტრი რაკია ჯგუფის დირექტორმა გუგა ცანავამ, თბილისი მოლის დირექტორმა გარი დანკლიმ და ჯიკა ჯგუფის მმართველმა შახმარდან აიტბაევმა გახსნა. გახსნის ცერემონია შოუ პროგრამებით სპეციალურად მოწვეულმა ილუზიონისტებმა, მულტფილმის გმირებმა, ანიმატორებმა და აკვაგრიმიორებმა გააფორმეს. საოჯახო გასართობი ცენტრი ბუმბუმი პირველი ევროპული სტანდარტების გასართობი ცენტრია საქართველოში. ერთი წლის წინ, როდესაც გეგმავდით ამ პროექტს, გვინდოდა რომ გამოსულიყო საუკეთესო საქართველოს მასშტაბით. საუკეთესო იმიტომ კი არა რომ ყველაზე დიდია, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, არამედ იმიტომ რომ ჩვენს გასართობ ცენტრს სხვა დატვირთვაც მივეცით. ეს არ იქნება გასართობი მხოლოდ ბავშვებისთვის. ჩვენ ვიმუშავეთ ბავშვთა შემოქმედებისთვისაც, რისთვისაც დიდ ღონისძიებებს გავმართავთ, რაც მათ განვითარებაში დაეხმარებათ. ახალი გასართობი ცენტრის გახსნა თბილისი მოლის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებელს სრულიად ახალ სერვისს ვთავაზობთ. ძალიან დიდი ენერგია ჩაიდო ამ გასართობი ცენტრის დაპროექტებაში და გვიხარია, რომ ინვესტორმა სწორედ თბილისი მოლზე შეაჩერა არჩევანი. გახსნის ცერემონიალზე სპეციალურად იყვნენ მოწვეული საქველმოქმედო ფონდ აჩუქე ღიმილი მომავალს ბავშვები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ ცენტრის ტერიტორიაზე გართობა. საქველმოქმედო ორგანიზაცია ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი მის მოხალისეებთან ერთად და ბავშვებთან ერთად, რომლებიც არიან სოცდაუცველები, ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, დღეს მოიწვია გასართობმა ცენტრმა ბუმბუმმა, რომელიც გაიხსნა თბილისი მოლში და ბავშვები ძალიან კარგად გაერთნენ. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამისთვის. მე მაგალითად გავერთე ყველაზე ძალიან მანქანებზე, ბევრი ვიკატავე. Anche romani attrazioni მომეწონა բոլორებმა და როგორ გაიგე? მე ყველაზე მეტად მეც მომეწონა მანქანები, მეც მანქანები მომეწონა და იმედია რომ ეს ღონისძიებები ერთჯერადი არ იქნება. ყველა ბავშვის ოცნება ხდება ბუმბუმში, იმიტომ რომ არის ძალიან მაგარი სათამაშოები, ძალიან მაგარი ბევრი გასართობი აპარატები, კიდევ გვაქვს ძალიან მაგარი კარტინგები და კიდევ მშობელს შეუძლია დაგუტოვოს ბავშვი მთელი დღის მანძილზე, იშოპინგოს, იაროს, ჩვენ კიდევ ის ბავშვს არასდროს არ მოვაწყენ.
გასართობი ცენტრი დაახლოებით 1200 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და სამ ძირითად სივრცედაა დაყოფილი. პირველ ზონაში განლაგებულია სამდონიანი ლაბირინთი რბილი იატაკით, ბატუტებით და მშრალი აუზებით. მეორე ზონა კი განკუთვნილია ვიდეო თამაშებისთვის, სადაც 50-მდე აპარატია დამონტაჟებული. მესამე ზონა უფროსი ასაკის მოზარდებზეა გათვლილი. ხიარული ბუმბუმი პატარებს და არა მარტო მათ დაუვიწყარი დროის გატარებას პირდება. შეგვიძლია გადავინაცვლოთ უკვე გადაცემის შემდგომ სტუმართან, ჩვენ მასთან შეხვედრა ძალიან გვიხარია და მოგწონს ხოლმე. ქალბატონი თამარ ვაშაკიძე, რუბრიკით რა ინაწახდეს ერითაც. დიდი მადლობა რომ ამჯერადაც არ გვიყავათეთ და მობრძანდეთ. სეზონის ბოლომდე მოკლედ ჩვენი სტუმარი იქნებით ერთგული. დიდი მადლობა ამ ერთგულებისათვის. რა ხდება? მე მგონი რომ ბევრი შეკითხვა აქვს. კი, შეკითხვები დაგროვდა. ქალბატონი დიანა შეკითხვებით დავიწყოთ. რამდენიმე წინადადება აინტერესებს ქალბატონ დიანას, სწორად არის გამართული თუ არა, დარწმუნებულია რომ შეცდომა, მაგრამ აი გვეთხოვს განმიმარტეთ რისი თქმა უნდა და პოლიტიკოსო. შემთხვევით არ მოვყევი ამის შესახებ განმარტება. მეც ვერაფერი ვერ გავიგე. ალბათ შემთხვევით არ განმარტავს. ძალიან კვანტური წინადადებაა. შემთხვევით არ განმიმარტავს ეს საკითხი, ალბათ ასე. ის გამახსენდა ილია წმინდა ილია მართლის ფეხი გავიქნია ხელი და რამე გაიგეთო. აი ვერაფერი ვერ გავიგე ნამდვილად. ალბათ ასე უნდა ეს ხეზეზის ორი ჩიტი განსაკუთრებით მეორე. აი ეგეთ რამე ეგეთ. სხვათაშორის მიმწოჩი მივხვდი რომელ პოლიტიკოსს იყო საუბარი. ლათინო ამერიკული ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე შეკითხვა სხვა დროსაც ყოფილა ქალბატონი დიანა ლათინურ დეფისი ამერიკული ლათინო ამერიკული შეცდომაა. ეს საკითხი კარგად წარმოჩინდა ჩემს მოხსენებაში. ფიქრობ ისევ ის პოლიტიკოსი გახლავთ, წარმოჩნდა და არა წარმოჩინდა. მე გაგვიმხილეთ ჩუმად. ჩუმად გაგიმხილეთ. ჩვენ არ აგვაქვს იმის საშუალება, გრძელდება პოლიტიკოსის გამოსვლა, საშუალება, რა თქმა უნდა, და დამთავრდა დასრულდა ეს შეკითხვები ქალბატონი ეთერი. ქალბატონ ეთერს აინტერესებს საკუთარ სახელთან თავის სახელთან დაკავშირებით სულ ეთერიმო ასე ვამბობდითო და ახლა მეუბნებიან ეთერმაო და მითხარით როგორ თქვაო ეთერიმ მითხრა თუ ეთერმა მითხრაო ქალბატონო ეთერ რა თქმა უნდა ეთერმა მითხრა. იცით რატომ ხდება ეს შეცდომა? აი გიორგი მაგალითად თქვენი სახელი ამ შემთხვევაში იფუძისეულია და ვამბობთ გიორგიმ მითხრა. და ანალოგ გიორგმა არა, იმიტომ რომ იქ ფუძისეულია. ამ შემთხვევაში სახელობითი ბრუნის ნიშანი, ამიტომ ეთერმა მითხრა, თამარმა მითხრა, სუდანმა მითხრა, ლევანმა მითხრა, ვახტანგმა მითხრა და ასე შემდეგ. ნერვიული კლავ ეთერის შეკითხვები გახლავთ, ეს ნათესაობითი ბრუნვა ეთერის იქნება ბუნებრივია. არ გეგონოთ რომ შემეშალა. ნერვიული შეტევა თუ ნერვული ადამიანთან. როცა ადამიანი, თავად ადამიანი არის ნერვიული, რა თქმა უნდა, მაგრამ თავად შეტევა არის ნერვული. შეტევა ნერვული დაბოლოებები, ხოლო ადამიანი არის ნერვიული. შეწირულება და შეწირულობა ორივე სწორია ქალბატონო ეთერ, ნატრობს და ნატრულობს ასევე ორივე ვარიანტი სწორი გახლავთ. ცხვენია თუ რცხვენია, ხშირად არის ხოლმე ეს შეკითხვა, რცხვენაა სიტყვა. რცხვენა, სი ბაწარმოებელია სირთულში, ამიტომ რაღაც გონიათ რომ რცხვენა. რცხვენია მას, x11-ია. თითო დეფიციტ, თითოეულო დეფიციტ. პლაჟი აინტერესებს პლაჟია სწორი რა თქმა უნდა ეს ადრეც გითქვამს და არა პლიაჟი თუმცა სანაპირო შეიძლება რა თქმა უნდა შეგვიძლია მაგრამ ეს სიტყვა დამკვიდრდა და სწორად მაინც გამოვიყენოთ რა თქმა უნდა ბიულეტინი თუ ბიულეტენიო ბიულეტენი და საიმედოობა იწერება 2-20 დამთავრდა ქალბატონი ეთერის შეკითხვები ბატონი დავითი ხვალე მითხარით არის თუ არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხვალ არის სწორი ვარიანტი მაგრამ ჩვენ ამის შესახებ გქონდა მოსაუბრე ერთადერთი თქვენ მკითხეთ მგონი ერთადერთი შემთხვევა როდესაც შეიძლება თქვა ხვალე ეს გახლავთ ხვალემ აქ სხვანაირად ვერც იზრუნო ხვალისა აქ გამორიცხულია სხვა ვარიანტი მხოლოდ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სწორი იქნება
ჩვენს გვაქვს რამდენიმე შეკითხვა, შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. ეს გვაძლევს შანსს, რომ საქართველოს გადარჩეს. ალბათ ხშირად გაგიგიათ ეს ფრაზა. დიახ. შანსი ალბათ, ხო? შანსი აინტერესებს ამ შემთხვევაში მაყურებელს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას უფრო ქართულად თუ ვიტყვით, თუმცა შანსი დამკვიდრდა ქართულში. მე შესაძლებლობას ვიტყვი. ქაბატონ თამარ, ჩემი შეკითხვები ძირითადად პოლიტიკას უკავშირდება? დიახ. რა ხდება დღეს? უпростоრად მაყურებელთა ის შეკითხვები, რომელიც მე უნდა დაგისვათ. საუბარი მიდის 5 მინისტრზე, არის თუ არა სწორი? არა. საუბრობენ 5 მინისტრის შესახებ. საუბარი მიდის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. არა, ეს გოგია. შეცდომაა. კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ კოალიციას აქვს ხალხის ნდობა. მოხდა დადასტურება არ არის სწორი. დადასტურდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა თქმა უნდა. თქვენ უკვე იცით კარგად, რომ აქვს ნდობა ხალხს ამ კოალიციას. პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა მოხდება მომავალ კვირაში. აქ რა არის შეცდომა? წარდგენა მოხდებაში, არა, ორი შეცდომაა და მომავალ კვირაშიც შეცდომა. მომავალ კვირას. რა თქმა უნდა. მაშინ პარლამენტში ახალ მთავრობას წარადგენენ მომავალ კვირას. ასე უნდა გაიმართოს ეს წინადადება. იმედს ვიტოვებთ არის თუ არა სწორი? არა. იმედს ვიტოვებთ, კალკია, ვიმედოვნებ, რა თქმა უნდა, აჯობებს, ან იმედი მაქვს. წონადი პოლიტიკური ფიგურა ხშირად ისმის ეს ფრაზაც. დიახ, ხშირად ისმის დამსახურებული პოლიტიკური მოღვაწე, რა თქმა უნდა, ასე აჯობებს. ქალბატონ თამარ, არ მინდა დამავიწყდეს. თუ მაინც უკაცრებად წონა ეს სიტყვა უნდა და აი რაღაცას წონიანიც შეიძლება უკაცრებად, მაგრამ დამსახურებული აჯობებს, რა თქმა უნდა. ტიტრში თუ დაკვირვებულ ხართ, აი მაგალითად რაიმე დღესასწაულზე რომ აიღებენ ერთ-ერთი მრევლის წევრისგან ინტერვიუს, პირდაპირ წერია მრევლი. არის თუ არა ეს შეცდომა? მე დავკვირვები, რა თქვა შორის ასეთ შემთხვევებს საუბრობს ქალბატონი ან ბატონი და ქვემოთ ტიტრებში წერია მრევლი. შეცდომა, რა თქმა უნდა, და ძალიან ხშირად როგორც წესი ასე წერია. უნდა დაიწეროს მრევლის წევრი. წარმოიდგინეთ ხალხი რომ მივაწეროთ, იგივე ერთი საუბრობდეს და ხალხი. მე ხალხი ვარ. მრევლის წევრი. მრევლის წევრი. აუცილებლად. შეიძლება მიეწეროს ამა და ამ მრევლის წევრი. კიდევ მრევლის, თუ მრევლის ჩანს, თქვა და რაღაც ისეთი სცენარო ერთმანეთთან საუბრობ, მაშინ შეიძლება მრევli. მაგრამ როდესაც ერთი საუბრობს, მაშინ მრევლის წევრი უნდა. საარჩევნო კომპანია თუ კამპანიაა ეს იყო ეს შეკითხვა, მაგრამ გავიმეოროთ ვინაიდან აინტერესებს მაინც მაყურებელს. საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, მე მგონი ასე ამბობენ უფრო ხშირად, იმიტომ რომ კამპანია არის მიმდინარეობა ამ მოქმედებებისა, ერთობლივი მოქმედებებისა, ერთობლივი ღონისძიებებისა, ხოლო კომპანია გახლავთ გაერთიანება. მაგალითად, სავაჭრო კომპანია და აგრეთვე კომპანია ეწოდება გადატანითი მნიშვნელობით წრეს, მეგობართა კომპანია. დიახ, ამის შესახებაც მინდა გკითხოთ, სკანდალური ინტერვიუ დაიბეჭდა, ან და თქვა სკანდალური სიუჟეტი მომზადდა. არის ეს სწორი ფაქტი? გააჩნია რისი თქმა სურს ჟურნალისტს, თუ ეს იყო სამარცხვინო, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თქვას სკანდალური. სკანდალური ნიშნავს სამარცხვინოს და როგორც წესი, სკანდალურს ამბობენ სენსაციის ნაცვლად. ეს იყო სენსაციური ინტერვიუ, მაშინ სადამე წარმოუდგენელი, დაუჯერებელი, აჟიოტაჟი რომ გამოიწვია ასეთი. აი ამ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე აბსოლუტურად გაუმართლებლად სკანდალურს. რაც შეცდომა. შეცდომაა, რა თქმა უნდა. სკანდალური არის სამარცხვინო. და თან მოსწონთ, როცა ამბობენ. გადავხედოთ რა მოხდა წინა კვირაში. წინა კვირას. დიახ. წინა კვირას. არა წინა. არა წინა კვირაში. მთავრობის ფასადური ცვლილება მოხდა, არის თუ არა სწორი? ფასადური რატომ გვაქვს ჩვენ ქართული სიტყვა? გარეგნული. გარეგნული. დიახ. თუ კი მაინც და მაინც გვინდა რომ თქვათ რომ ფასადური იყო და არაგნული. მოქალაქეთა მოლოდინები გამართლდება? არა. ოღონდ კატეგორიულად მოქალაქეთა მოლოდინი ღმერთმაგნას რომ გამართლდეს, მაგრამ მხოლოობით რიცხვი უნდა გამოვიყენოთ. და არა მოლოდინები. არა. მოლოდინი გამართლდება. ჩვენ მონდომებულები ვართ თუ მონდომებულნი? ძალიან აქტუალური საკითხი გახლავთ ეს. და აი რატომ როგორც წესი უკვე ესე ისმის რომ სახელური კომპონენტი მონდომებულები ვართ, მონდომებული როგორც წესი იხმარება მრავლობით რიცხვში. თუმცა უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ ზმნური ნაწილი ვართ თუ ის არის მრავლობით რიცხვში, პირველი კომპონენტი ანუ სახელი უნდა იყოს მხოლოდ. დიახ. მონდომებული
ვართ. არ არის საჭიროა. თუმცა მე ამას არ გავასწორებ, შეცდომ თქვათ ბავშვი თუ დაწერს არ გავუსწორებ, მაგრამ უნდა იყოს მხოლობითში. მონდომებული ვართ ჩვენ. გასაგებია. ქაბატონ თამარ, სულიერი ნიჭები თუ სხვადასხვა სულიერი ნიჭი, რომელი იქნება სწორი? ნიჭი, რა თქმა უნდა. დიახ. ნიჭები არასწორი. არავითარ შემთხვევაში ნიჭი, სხვადასხვა ეს თავისთავად ისედაც არ არის საჭირო. არის სიტყვები ქართულში. აი ამ ძოჯი როგორც მოლოდინი თქვათ და ის თავისთავად გულისხმობს, რომ იქ მრავლობით ისევე როგორც ვინ მოვიდა. იქ თავისთავად შეიძლება იგულისხმოს, რა საჭიროა ვინები. გასაგებია. ეს როგორც წესი. ვინებსაც ხო არ აქვს მრავლობით. არა, ვინები შეცდომა, არა, ვინ მოვიდა. მოვიდნენიც არ უნდა. მოვიდა, იქ უკვე იგრძნობა, რომ შეიძლება იყოს მხოლობითიც და მრავლობითიც. ტექნიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, აი ამასაც ხშირად ამბობენ და მოვინიშნე. ტექნიკურ პრობლემასთან საქმე აღარ არის, ტექნიკური პრობლემა გვაქვს. ჩვენ ახლა გვაქვს ტექნიკური პრობლემა. საქმე გვაქვს, რა თქმა უნდა, კალკია. დიახ. იქნება 20-ვე მინისტრის განხილვა. ისევ პოლიტიკა. ისევ პოლიტიკა. განიხილავენ, აი 20-ვე მინისტრი როგორ უნდა განიხილონ. აი ხო რაღაც უცნაური კი არის. 20-ვე მინისტრის საქმიანობას. განიხილავენ. ბუნებრივია ეს ყველა თქვათ ალბათ წინადადება მაყურებლებმა მოისმინეს ტელევიზიით და იმიტომ გვეკითხებიან, ხო? ალბათ. იმედები მქონია. ზემოთ ზევით, ქვემოთ იყო ეს შეკითხვა, ზემოთ და ზევით, ქვემოთ და ქვევით, ყველა ფორმა სწორია. მხოლოდ ერთი გამონაკლისი გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ, ზემოთ. ჩვენი საუბრის შესახებ, ან დაწერილი შესახებ, ზემოთ იყო აღნიშნული, ან ქვემოთ აღვნიშნავთ ამის შესახებ, ან ქვემოთ მოგახსენებთ. აი ამ შემთხვევაში ზევით ქვევით არ შეიძლება. ხოლო ადის ზევით ზემოთ, ჩადის ქვევით ქვემოთ. მომქმედი კანონი. მოქმედი. მაგრამ ხო სულ ასე ამბობენ, მომქმედი. ამბობენ, დიახ, მოქმედი კანონი, მოქმედი პირი, მოქმედი თავრობა და ასე შემდეგ. მოქმედი. არავითარ შემთხვევაში. არა. იგივე ნივთიერებები და იმავე ნივთიერებები ქალბატონი კითხულობს. ესეც იყო ადრეს მე მგონი რაღაცა მსგავსი. დიახ, იყო, მხოლოდ ნივთიერება არ ყოფილა. რაღაცა სხვა იყო საზღვრულად. იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაში იქნება სწორი, იგივე ნივთიერებები გამოვიყენეთ თქვათ, მაგრამ შემდეგ სხვა შემთხვევაში უკვე იქნება ყველა დანარჩენი ბრუნვაში იმავე ნივთიერებებმა, იმავე ნივთიერებებს და ასე შემდეგ. მხოლოდ სახელობითშია იგივე. გასაგებია. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ქაბატონ თამარ. დავამთავრეთ. შეგვიძლია თუ გაქვთ ერთი-ორი შეკითხვა შეგვიძლია. მოვისწავლეთ პასუხი ორ შეკითხვას და შემდეგ დავასრულოთ. კი ბატონო. ქალბატონი წერს ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი, ატმის წვენი. რომელია სწორი? ყველა გემრიელია. ყველა გემრიელია, მაგრამ ლიმნის არ უნდა ვთქვათ, ალბათ ეს საინტერესოა. დიახ. ლიმონის წვენი სწორი არ იკუმშება, ფორთოხლის და ატმის, რა თქმა უნდა, შეიკუმშება და სწორია. ეს ამბავი გუშინ შევიტყვეთ თუ შევიტყვეთო? შევიტყვეთ, მე შევიტყვე, შენ შეიტყვე, ჩვენ შევიტყვეთ, თქვენ შეიტყვეთ, მათ შეიტყვეს. დიახ, ამაზე საღუწერია გადაშენება. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. მომავალ ხუთშაბათსაც შევხვდებით. ამ სეზონზე ეს იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა და შემდეგ სექტემბრამდე დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ვაშაკიძე საუბრობდა სტუდიაში. მეხუთე დღეა რაც არტგენი, ყველასათვის საყვარელი ფესტივალი მიმდინარეობს და ჯერ ჩვენ აი რაღაცა მიმოხილვა რო გავაკეთეთ, რა ჩატარდა უკვე და შემდეგი 3 დღე 27-ის ჩათვლით მიმდინარეობს ფესტივალი, რა ელის მომსვლელს. დავიწყებდი მე თელავიდან. თელავში დაიწყო ფესტივალი არტგენი რეგიონალური ნაწილი, მე ქუთაისში ჩატარდა 12 ივლისს და ეხლა უკვე დასკვნითი ნაწილის 8 დღის უკვე მეხუთე დღე მიმდინარეობს. დღეს იქნება სულხიშვილების სოლო კონცერტი. რეგიონებიდან ჩამოვლენ კახეთი და ლეჩხუმი. ჯერ თავდაპირველად მათი კონცერტი იქნება ნაწილი დღის სცენაზე და ნაწილი უკვე საღამოს სცენაზე.
თქვენ ხედავთ რომ უკვე არტგენის მასშტაბურობა და დინამიკა იზრდება ყოველდღიურად და ყოველწლიურად, რაც მთავარია და რაც მთავარია ხალხს მოწონს ძალიან და ეს უშუალო კონტაქტი მონაწილეებსა და მაყურებელს შორის იგივე დონეზე დგება და რჩება და არა მარტო რჩება, უფრო მატულობს და ახლოვდებიან. რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, ხვალ გაიმართება სრულიად იმერეთის დღე იქნება, ტურფა იმერეთი ჩამოვა ყველა რაიონი იმერეთის რეგიონიდან. ასევე იქნება ზუმბალენდის კონცერტი, უცხოელ სტუმრებთან ერთად ძალიან საინტერესო კონცერტი. 26-ში იქნება აჭარის დღე. აჭარის დღეს ვინ დააგვირგვინებს საღამოთი თუ არა ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაიდი. ხოლო 27-ში გაიმართება რაჭის და ფოთის დღე, ასევე თბილისში მოქმედი რამოდენიმე ფოლკლორული ანსამბლი და ღამე გაიმართება ნიაზ დიასამიძის და 33-ას კონცერტი. საერთოდ ჩვენ ძალიან მომზადებით არტგენისთვის, ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას და რავი, ძალიან დიდი მღელვარება ჩვენთვის ეს ყველაფერი. დიდი პატივია ამ ფესტივალში, ტრადიციულად უკვე დიდი ხანია გამოდივართ, მესამე თუ მეოთხე წელია და გვაქვს ტრადიციული პროგრამა, გაერთიანებული ახალი ცეკვებით, ძველი ცეკვებით. 2004 წელს დაიწყო ეს. რაღაც სურათი დაიდო, ხო? ანალიზი შეგიძლიათ ხა გაუკეთოთ. თავიდან დასაწყისში მიზანი რამდენად შესრულდა და აი როგორ განვითარდა, განიცადა თუ არა პროგრესი ამ ფესტივალმა მასშტაბურობის თვალსაზრისით და ინტერესის თვალსაზრისით. მინდა რომ გამახვილოთ ყურადღება აი ტურისტების კუთხით, აი ტურისტული ზონის კუთხით. და მე მინდა გითხრათ რომ თავდაპირველად ეს ატარებდა ოჯახური დათვალიერებას და ოჯახური ანსამბლები და ვინც პირველ არტგენზე იყო 2004 წელს 11 წლის უკან, კარგად ემახსოვრება რომ ძირითადად ოჯახური ანსამბლები აქტიურობდნენ, რა თქმა უნდა იმ ძირძველ ანსამბლებთან ერთად, როგორც არის წინანდალი და იადონი და ასე შემდეგ და რაც შეეხება შემდეგ წელს, უკვე დაახლოებით 70%-ით მასშტაბური გახდა ფესტივალი, ვიდრე იყო 2004 წელს. 2005 წელს აი ამ ხელაცვლება იყო და ვითარდება და ვითარდება. ტრადიცია ბრუნდება ისე. წლევანდელი სლოგანიც ისე არის 2007 წელს როგორც იყო, მოიარე და მოუარე საქართველოს, ასე რომ მოსავლელი და მოსავლელი კიდევ ბევრი აქვს. მე მინდა კითხოთ, აი რამდენად მრავალფეროვანია. ეს არ არის მარტო ფოლკლორი, ხო? ეს არის რეწვის ნიმუშები და ბევრ ადამიანს რეალურად აქვს შანსი საკუთარი ხელოვნების წარმოჩინებისა. აი რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული პროცესის გაცოცხლებისათვის. აი ჩვენც ტურისტები ვახსენეთ და ტურისტები მე მინდა ვთქვა რომ დუბლინში ქონდა ჩვენებურებს გასტროლი დაახლოებით 1 თვის უკან და ეხლა ნახევარი ის ხალხი ვისაც დააინტერესა იქ ფოლკლორი, ყველა აქ იყო ჩამოსული უკვე და მინდა ვთქვა რომ აღინიშნებოდა ძირითადად ამ სლავურ აღმოსავლეთ ევროპიდან, ну და ძირითადად ევროპიდანაც ტურისტები, მაგრამ მე წელს მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი ეხლა საფრთხის გამომატყოლებაზე, ჩაცმულობაზე, საუბარზე რომ შევატყე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ახლა. მნიშვნელოვანი იმ მხრივ არის, რომ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას ვეწევით ტურისტებთან. ძალიან მოწონთ ტურისტებს აქაურობა, ხელნაკეთი ნივთები ძალიან მოწონთ, ეს გარემო, თვითონ მუზეუმი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იხსნება ხალხური რეწვის ნიმუშებით, იხსნება ქვაზე კვეთით, ხეზე კვეთით, ასევე ტიხრული მინანქარი და ასე შემსახვიტი ხელოვნება, ასევე ერთგვარი ვორქშოპის სახე, ან მიდის მეცადინეობის სახე აქვს. ვისაც სურვილი აქვს ადგილზევე გააცნობენ ტექნოლოგიას. მე პირადად ყოველწლიურად ვესწრები ღონისძიებას, რაც კი არსებობს არტგენი. ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს ეს ღონისძიება ნამდვილად და ძალიან კარგი ადგილია იმისთვის, რომ ამ შუა ზაფხულში, სიცხეში რაღაც განტვირთვა მოაწყო. და ამოხვიდე. აი, საიდან ხართ თქვენ და ჩვენ ვართ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ესე იგი ძალიან სასიამოვნო პროცესია ის რომ თან მუშაობთ და თან ირგვლივ ასეთი საინტერესო რაღაცები ხდება. მივდივართ კონცერტს ვესწრებით, ასევე დადის ხალხი ეზოებში შემოდის სიმღერით. და უკვე ყველაფერი ძალიან სასიამოვნო გარემო და ძალიან მოგწონს აქაურობა. აქაურობი ჩვენთვისაც კაია, ჩვენი ანსამბლისთვისაც წინ წასვლა არის. და ნებისმიერ ქართველისთვის, აქაურის ტურისტებისაც მოსწონთ. აქაურობა ძალიან მომწონს. ქვეყნის ისტორია კარგად არის წარმოჩენილი. განსაკუთრებით საინტერესოა ეს სივრცე. აქ შეგიძლია გაიგო, როგორ იყო ქართული სამზარეულო, საცხოვრებელი სახლები და როგორაა ეს ყველაფერი თანამედროვეობასთან შერწყმული. მე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთხე მომეწონა. ძალიან საინტერესო იყო. გავეცანი ძველ დამწერლობას. ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ერთ სივრცეში ძალიან მალე გაეცნო ქვეყნის ისტორიას და თანამედროვე კულტურას. მაშასე, ყოველ დღე 27 ივლისის ჩათვლით, დილის 12 საათიდან, ვინც თბილისს შემორჩით, შეგიძლიათ არტგენ შეუერთდეთ და სასიამოვნოდ გაატაროთ დღე.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმართან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე გახლავთ ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით დილამშვიდობისა და დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით დიდი მადლობა შენ რომ მოხვედი ჩვენთან სტუდიაში. გიორგი, სანამ ზოგადადაც ვისაუბრებ ჩვენ შემოქმედებაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა რომ აი სწორედ ჩვენს კარიერაში არსებულ სიახლეზე დავიწყოთ საუბარი. უკვე მეორედ გახდით 100%-იანი გრანტის, სასწავლო გრანტის მფლობელი ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამუსიკო აკადემიაში, როგორც ვიცი. ეს უკვე თქვენ მეორედ შეძელით. აი, რა ეტაპები გაიარეთ, სანამ აი ამ გრანტს მოიპოვებდით და როგორც ვიცი, ესეთი პრეცედენტი ხშირი არ არის. თუ შეიძლება საერთოდაც არ ყოფილიყო, რომ თქვათ არა იქაურს, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ესე 100%-იანი გრანტი მიიღო. იცით, ეტაპები რაც გავიარე, ალბათ შეიძლება ითქვას, ეს ჩვეულებრივი ეტაპებია, რასაც ყველა აპლიკანტი გადის. თუმცა, რატომღაც ყველაფერი კარგად წავიდა, ესე რომ ვთქვათ, იყო მისაღები გამოცდები, მე ანუ ორტურიანი, ესე რომ ვთქვათ, პირველი ჩანაწერებით, მეორე უკვე უშუალო მოსმენით და ამ მოსმენის შემდეგ მე მივიღე დაახლოებით 1 თვეში იმეილი, როდესაც ეწერა, რომ პირველ რიგში ჩავაბარე და მეორე რიგში რომ მომცეს სწავლის დაფინანსება და პლუს ეს ფარავს სხვა ხარჯებსაც. ცხოვრების და ასე შედარებით. დიახ, თუმცა სრულად ხა არის მომენტი, როდესაც აფხულდიში როცა სწავლა მთავრდება, მაშინ იწევს გარეთ გასვლა, თუმცა ეს შემოთავაზება რაც მე მომივიდა, ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი და მით უმეტეს ამ სკოლას არ აქვს იმხელა ფინანსური მარაგი, როგორც მაგალითად ბერკლის, რაც წინაზე დავამთავრე. და ეს იყო ჩემთვის ნამდვილად შოკი, როდესაც ეს იმეილი მომივიდა. ალბათ ეს არის ერთგვარი ნდობა ამ კოლეჯის, ესე რომ ვთქვათ. და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც ჯაზის მხრივ ისწავლის მასტერზე, ესე რომ ვთქვათ. თუმცა ეს ასევე კარგი ფაქტი ისაა, რომ მე უკვე გადავალ ბოსტონიდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად, რომელიც მომცეს უდიდეს საშუალებებს, რომ გავიცნო ჯერ მსოფლიოში ყველა აღიარებული მუსიკოსი, იმიტომ რომ ძირითადად ყველა იქ ცხოვრობს. ყველაზე კარგი კლუბები იქ არის და რა ვიცი, ხა მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენო, რომელიც მართლა არ ვიცი, მადლობა ღმერთს ესეთი ამხელა საჩუქარი რომ მოხდა. თუმცა აღინიშნოს, რომ ბავშვეთ შენი ასაკისთვის ახალგაზრდა ადამიანი ხარ, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა, ხო? რა ვიცი, აი ბევრს მუშაობდი წინა დამსახურებულები მე არ მithქვას ბუნებრივია რომ დამსახურებული ეს მუშაობის შედეგია რა თქმა უნდა. დიახ, თუმცა ბევრი შრომას მუშაობს, მაგრამ რაღაც გარკვეულწილად ეს ახალგაზრდა ასაკში ეს დიდ წარმატებებს ვერ აღწევს. ალბათ არ ვიცი, ყველაფერი ზემოდან ხდება როგორც ყოველთვის. არ ვიცი რა ჯერა ხოლმე რასაც ვაკეთებ ხო პირველ რიგში და ალბათ გამოდის. მაქვს მიზანსტრაფულობა, აი რაღაცისთვის როცა რაღაცა მაქვს თავში სიტყვაზე და ამისთვის მინდა რომ აი ეს ნენელა მიდიხარ. ხო და ეს წარმატებები არ ვიცი მუშაობის შედეგად მოდიოდა ყველაფერი, არ ვიცი ძალიან ბევრი რამე მოხდა განსაკუთრებით წელს. აი ეს ყველაზე ესეთი დიდი წარმატებები ესე რომ ვთქვათ. ყველაზე მთავარი რაც ეს იყო ბოლოს იყო მონტროს ჯაზ ფესტივალი შვეიცარიაში. ესეც ჩემით გავაგზავნე აპლიკაცია, რომელიც ამ კონკურსთან შეხება არ ქონდა. მოვიგე კონკურსი და ამის ერთ-ერთი პრიზი იყო, რომ წავსულიყავი ამ ფესტივალზე და დამეკრა. ეს რომ მე გავიგე, რა თქმა უნდა, ესეც დიდი შოკი. ბევრი შოკი მქონდა ესე. გიგე, მოდი თავიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენთან პირველ ძანდები, როდის მიმართა, ან როდის დაუკავშირდი მუსიკას და თავიდან თუ იყო ჯაზი შენი მიმართულება და შენი სურვილი და გემოს თავარი საზომი. მუსიკას დაუკავშირდი, იმიტომ რომ მე არც მახსოვს, იმიტომ რომ მე ვიყავი წლინახევრი, შესაძლოა დეიჩემა მიხვდა, იცის მუსიკოსია, მომღერალი, მიხვდა რომ არ ვიყავი მე ნორმალური ბავშვი. ხო და მიხვდნენ რომ მუსიკალურად ძალიან მარტივ რაღაცა მოხდა უბრალოდ შავლეკოს ხეროდი ძალიან სუფთად უბრალოდ ლაპარაკი არ შემეძლო. აჰა. ღიღინებდი.
ეს უცნაური მართლა. მიხნე რომ მშობლები რომ რაღაცა ხდებოდა და ну რა თქმა უნდა ჩემიდაც მუსიკოსია, ჩემი არ ვიცი მარჯვენა ხელი ყველაფერი. მუსიკალურ ოჯახში ყოფილი ხარ განსხვავებით, ესეც იმოქმედება. დიახ. უბრალოდ ხა სახში ერთი ინსტრუმენტი გვაქვს და რა თქმა უნდა ინსტრუმენტი ჩემი იყო და ჩემთან გადაწყვიტა უფრო მუსიკალური, ესე რომ ვთქვათ, მუსიკაცოდნის იმ სტატუსისკენ წასულიყო ამ გზით. და ამით უფრო ერთმანეთს ვავსებთ ისე და ამის შემდგომ ნუ დავამთავრე, კი არა, ჩაობარე პირველ რიგში აწრეთში, ვისწავლე, გავიარე ის ნამდვილად შეიძლება ითქვას უდიდესი გამოცდილება, რასაც ამ სკოლას აქვს, არ ვიცი, ეს არის პირველ რიგში ამბანს სწავლობ, რა თქმა უნდა, მაგრამ სწავლობ უმაღლეს დონეზე იმ კლასიკური გამოცდილებით პედაგოგებთან, რომლებიც მართლა არ ვიცი, გაზარდეს უამრავი თაობა. და მე მქონდა ეს ბედნიერება, რომ აწლედი დამთავრებინე. შემდეგ, ნუ აი ცით ჯაზს რაც შეეხება, ჯაზში ესე იგი რომ ვთქვათ, მოწამვლის ვარიანტი, ნუ დუღაშვილის იყო ჩემი პედაგოგი კომპოზიციის და მანონას მენა პირველად, ნუ ჯაზი, რასაც ქვია ოსკარ პიტერსონის კასეტები იყო მაშინ უფრო მოდაში, ასე ვთქვათ. ხო და აი აქედან გამომდინარე ნენელ დავიწყე მოსმინა, თუმცა იმპროვიზირებით ყოველთვის ანუ როცა მეცადინეობდი სიტყვაზე აი ჩემი სხვა ოთახში გადიოდა და ეს იქიდან მეჩხუბებოდა ნუცული ნაწარმოებში რაც წერია იმას ნუცული. იმიტომ რომ ხა იცოდა იმ ნაწარმოები და მე კიდე ვცვლიდი და იმპროვიზაციას ვუკეთებდი ან მოცარტს ან ბახს ან რაღაცას ვცვლიდი ყოველთვის. და ეს იყო ჩემი ესე რომ ვთქვათ იმპროვიზაციის გამოვლინება ამ შემთხვევაში. და ესა აი არ ვიცი ნენელა სხვა ამ კლასიკურ მუსიკასთან ერთად ვითარდებოდი, ვცდილობდი რომ მესწავლა ყველაფერი და ნუ დავამთავრე შემდეგ აწლედი ჩავაბარე კონსერვატორიაში და ვისწავლე არაჩვეულ პედაგოგებთან და რა განსაკუთრებით უნდა აღნიშნო ბატონ რეზო თავაძე, რომელიც იყო ჩემი მენტორი და არის კიდევაც. არაჩვეულებრივი ადამიანი და მუსიკოსი რა თქმა უნდა. და ამის შემდგომ, ნუ აი კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაშინ დავიწყე ამ ჯაზთან შეხება უფრო მეტად და ამის შემდგომ არ ვიცი, ბერკლის სახელი გამეგო, თუმცა არ ვიცოდი ხა ჩავაბარები თუ არა. და ამის შემდგომ სურვილი იყო რა თქმა უნდა დიდი. სურვილი იყო ძალიან დიდი და ცოტა არ იყოს ისეთი აუხდენ ოცნებად ჩანდა ეს ჩემთვის. რაღაც პატარა რაღაცები ხდებოდა. სიტყვაზე კონკურსი იყო, რომელზედაც უამრავი ფესტივალის გამარჯვებული ხარ. რა ვიცი, კონკურსებზე ვცდილობდი ხშირად გავსულიყავი. და ნუ ძირითადად წარმატებები მქონდა, იმიტომ რომ მაშინაც დეჩემის გვერდში, ესე რომ ვთქვათ, წყალობით და ჩემი პედაგოგის ნოდარ ნაკაიძე, რომელიც არის ჩემი პედაგოგი ასევე, მისი ვთქვათ დიდი მუშაობით, ნუ კონკურსებზე გავდიოდი და ასე შემდეგ. და ამას მქონდა რა თქმა უნდა წარმატებები. თუმცა ჯაზზე ესე რომ ვთქვათ, იმპროვიზაცია ძალიან მიყვარს. ეს შეიძლება არ იყოს მარტო ჯაზი. მე მოვედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი არის მუსიკა და ჟანრებად არ უნდა დავყოთ. გიორგი, იცით რა მინდა კითხო, აი 2010 წელი იყო, როცა ამერიკაში გაემგზავრეთ, ხო თქვენ? იქამ სანამ ეხლა უკვე ნიუ-იორკში გადახვალთ, როგორც აღნიშნეთ, იქამდე ცხოვრობდით თქვენ ბოსტონში. აი 4 წელი გავიდა, ხო, რაც ამერიკაში მოღვაწეობთ. რა მოგცათ ამ 4 წელმა? ჩვენ აი უკვე დასაწყისიდან გვითხარი 10 წლები დაამთავრეთ, კიდევ უამრავი თქვა სამუსიკო სასწავლებელი ჩვენთან იყავით ანსამბლშიც, როგორც ვიცი, სოლისტი, ხო? კი, მომღერალობით უკვე მომღერალობით. კი. ეს იყო ჯანსუღ-კახეთის. დიახ, ნუ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წლები. განსაკუთრებული პერიოდი იქნებოდა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ პირველ რიგში შევხვდი იმ მუსიკოს იმ ადამიანს, რომელზედაც ვოცნებობდი შეხვედრას ბავშვობიდან და ნუ ჩემი მიზანი იყო, რომ მასთან ერთად დამეკრა, თუმცა ეს
ვერ მოხერხდა, აი ბოლოს როცა უკვე როცა გაიგო რომ მე არა ვარ მომღერალი და იმიტომ იმედი იქ რომ დამეკრა და იმიტომ დავიწყე სინამდვილეს სიმღერა რომ მასთან ერთად დაკვრა მინდოდა აი სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა და ნუ ამ შემთხვევაში ეს მოხერხდა მის შვილთან ერთად რომელიც შედგა 3 წლის წინ 4 წელს რაც შეეხება აი 4 წელს დიახ ამერიკის 4 წელს ну ძალიან დიდი გამოცდილება რომელსაც საქართველოში ნამდვილად ვერ მივიღებდი იმიტომ რომ ეს არის სკოლა სადაც მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები ნებისმიერ ჟანრში არ ვიცი ჩამოთვლას მართლა არ დავიწყებ ძალიან დიდი სია არის ყველა ცნობილი ადამიანს თითქმის ყველას ბერკლი აქვს დამთავრებული და ეს ერთგვარი ეს არის იარლი ესე რომ ვთქვათ თუ ბერკლი აქვს დამთავრებული ეს შუბზე გამიწერილი და რა შემდეგი ხო ბევრ რაღაცას ხსნის რა თქმა უნდა თუმცა კი მიუხედავად თითქმის ყველა ბერკლის სტუდენტი მერე მიდის საცხოვრებლად ნიუ-იორკში და ეს უკვე კარგი community-ს ქმნის, ანუ როდესაც ჩადიხარ, იქ უკვე შენი მეგობრები გყავს. იმიტომ რომ ყველა ეხა ვინც გავიცანი, ყველა თითქმის ნიუ-იორკში წავიდა საცხოვრებლად. ანუ ამ შემთხვევაში ის დიდი ოჯახი ბერკლის არსებობს. ძალიან საინტერესო დეტალი აღმოვიკითხე 2009 წელს ბატონმა გეაყანჩელმა მიგიწვიათ რუსთაველის თეატრში ბატონ რობერტის სპექტაკლზე სამუშაო. დიახ, ესეც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ჩემი. ბატონი გიასურვილით მე რუსთაველის თეატრში პირადად მან მიმიწვია. ძალიან დაუმეგობრდი ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან. ეს იყო ბიდერმანი და ცესხლის წამკიდებლები, სადაც უნდა მეც უნდა მეთამაშე როგორც მუსიკოს, თუმცა ჩემი გეგმების გამო ისევ, როდესაც პირველად ამერიკაში წავედი, ეს იყო ფესტივალი ეთერან ჯაფარიძესთან ერთად ვიყავი. ამის გამო რა თქმა უნდა ვეღარ გამოვიდოდა, იმიტომ რომ 3 თვე ვერ დავესწრებოდი რეპეტიციებს. როდესაც დადგმის პროცესი მიმდინარეობდა, ასე რომ ეს ჩაიშალა, თუმცა ყველაზე დიდი რაც შევიძინე ორი დიდი მეგობარი, ორი დიდი მაესტრო. ორი დიდი მაესტრო ნამდვილად. ხარდაჭერები ჩემი ამ ორ ადამიანს ყოველთვის ჩემი წარმატებები. ბატონო როგორ ძალიან უყვარ ჯაზი მე ვიცი. ძალიან კარგად, ძალიან უყვარს. ერკევა ძალიან კარგად. კარგადაც უკრავს, ნამდვილად. უნიჭიერესი ადამიანია, მრავალმხრივი და არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი. გიორგი, აი აქ ამოვიკითხე, როდესაც შენს ბიოგრაფიას ვეცნობოდი, რომ Queen Jones-ის 80 წლის იუბილეზე თქვენ მიგიწვიეს, ხო? არ მიმიწვიეს, ეს ჩემი იდეა იყო. რომ მოგვიყვეთ. დიახ, ჩემი იდეა იყო, რომ გაკეთებულიყო კონცერტი მთავარ დარბაზში და ესე რომ ვთქვათ, დიდ კონცერტებს ჭირდება დიდი თანხები, რა თქმა უნდა და ამ ჩემმა იდეამ, რომელიც მე დავწერე ეს იდეა და მივიტანე ამერიკის პრეზიდენტთან, ძალიან მოეწონათ, რა თქმა უნდა, ეს მიიღეს იმიტომ რა თქმა უნდა, რომ ამ ადამიანმა ბერკლი დაამთავრა და ეს მათი ჩემზე ვალიც იყო, რომ დიდი კონცერტი მიეძღვნათ მათთვის. სამწუხაროდ თვითონ ვერ ჩამოვიდა, გამოგვიგზავნა დიდი ვიდეო, სადაც მადლობას გვიხდის ყველას და ყავდა ორი არაჩვეულებრივი მუსიკოსი, საიდა გარეტი, რომელიც მაიკლ ჯექსონის გვერდში, ანუ ბეკ ვოკალისტი იყო და ასევე კომპოზიტორი და პეტი ოსტინ, ასევე ძალიან დიდი მომღერალი არის. ეს ორი ადამიანი, ორი ვარსკვლავი ჩამოვიდნენ და მე ვიყავი ასევე ამ კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც გულისხმობს მუსიკოსების დაგემო მინდა უკრავს რა ინსტრუმენტები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ბევრი სამუშაო იყო. ძალიან კარგი რაღაცა ამოვიკითხე, ეს იგი მიუხედავად შენი დაუშვით უკვე ეს ჯაზისა და აი ასე ჩამოთვალე ამერიკა და ასე შემდეგ, მაინც რაღაცა იგი ძირი ფესვეულ რაღაც ქართულ ხალხურ მოტივებს არ ღალატობდა. მნიშვნელოვანია შენს ესე იგი ირანულ მეგობრებს თქო, ჯონ გური შესწავლა ათვისება და შემდეგ გააცანი ეს ინსტრუმენტი იქაურს მენდელს, ხო? დიახ, აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი მიმდინარეობა, არ ვიცი, ყველაზე მთავარი საქმე, რაც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი კულტურა გვაქვს მუსიკალური, რომ ამაში დიდი ხანი დავწმუნდი და კიდევაც გამშვიფრებული ვარ ხშირად რო უსმენ ხალხურ მუსიკას. მეცაც გეტყვით. არ უსმენ დღესდღეობით ჯაზ იმდენს, რამდენსაც უსმენდი, თითქმის აღარ უსმენ.
უსმენ უფრო მეტად კლასიკურ მუსიკას. რა თქმა უნდა, ნუ ჯაზ იმ შემთხვევაში, რომ ეს ჩემი მეცადინეობით და იმით უფრო ეს მეცადინეობისთვის, რა თქმა უნდა, ეს რომ უფრო ღრმად შევითვისო ეს მუსიკალური მიმდინარეობა, ამიტომ, თუმცა იმისთვის, რომ მე რაღაცა ახალი გავაკეთო, ხოლმე ფოლკლორს და განსაკუთრებით ქართულ გავლობას უსმენ. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი, არ ვიცი, აღმოჩენა, რომ ნუ მართლა ესეთი ჰარმონია, არ ვიცი. ნუ ეს არ არის ჩემი სიტყვები, ესეთი განვითარებული პოლიფონია, როგორც სიტყვაზე გურიას აქვს, უბრალოდ არ არსებობს, არც ერთ ქვეყანას არ აქვს ესეთი სიმდიდრე. ამიტომ მე მიყვარს ჩემი კულტურა განსაკუთრებით და მინდა რომ ეს რაღაც კარგ ვარიანტში გამოვიყენო და გააცნო ალბათ. რადგანაც გაქვს შესაძლებლობა რომ პირველ რიგში მე როდესაც იქ ვარ, მე ყოველთვის ვამბობ მე ვარ საქართველოდან, აი ესე ღვინო, ქართული ეს ღვინო აუცილებლად. ღვინო ჩვენგან მოდის და პირველი ეს რა ქვია, ქვევრის ტრადიცია და უძველესი ქვევრი რო ჩვენთან არის აღმოჩენილი. ნუ ხალხია მართლა და ჩვენ იტალია გვეგონა და რა დროს იტალიაა, მე მეუბნები არა რა საფრანგეთი. მოკლედ რომ 500 სახეობის მეტი ჯიში და ასე შემდეგ. და ამენდაც ვიცი შენ უცილობ ბავშვთა მუსიკაში ქართული ელემენტები შეიტანა, ხო? დიახ, აი ეს ჩონგურის ისა მაგალითი სამწუხაროდ მეტი დრო არ ქონდა ჩემს მეგობარს. მათ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი, ტამბურო ქვია და ამ ინსტრუმენტის ვარიანტი ორსიმიანია და ეს 4 სიმიანზე გადავიდა თან გიტარისტი და მარტივ 2 დღეში ისწავლა. და თან ჩემი კომპოზიციაც რომელსაც ჯორჯან შეპერდ ქვია, აი ეს ისწავლა. და რა ვიცი, მე მგონი კარგი გამოვიდა. ძალიან გაუკვირდათ ეს ინსტრუმენტი რომ დაინახეს ბერგლში. ნუ რა ვიცი. დიდი მადლობა გიორგი, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა თქვენ, მაგრამ ვიმოხერხებთ. წარმატებას გისურვებ დიდს, რომელიც არ გაკლია, მაგრამ ყველაფერი წინ გაქვს, რა თქმა უნდა და ძალიან გვიხარია წარმატებები და დიდი მადლობა შემოქმედებით წარმატებას გისურვებ. და აქვე სანამ დავემშვიდობებით, აუცილებლად მინდა ვუთხრა, ყოველთვის, როდესაც ქართველს ესეთ საზღვარგარეთ წარმატებულს ვიწვევთ და ვესაუბრებით, ყოველთვის აღვნიშნავ და არ და გამონაკლისი იყოს დღევანდელი ეთერი, ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ წარმატებებს აღწევენ საზღვარგარეთ, მართლა გულით გვიხარია, თუმცა იქვე პირობას ვადებინებთ ხოლმე და ვეკითხებით, ხომ საბოლოო თქვენი კარიერა აუცილებლად საქართველოს დაუკავშირდება და ეს არ იქნება ეს წარმატებები მიზეზი, რომ თქვენ საზღვარგარეთ განაგრძოთ. მაგის პასუხს მიგაქცევთ თუ გინდა. როცა სახელმწიფო მოინტერესდება ყველა დაბრუნდეს და იქ საშუალება ყველა დაბრუნდება, ხო ეს? ხო არა, მე ჩემი აზრით უკვე საქართველოსთვის ბევრ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მინდა რომ აი ქართული მუსიკა რაც შეიძლება მეტად გავიტანო, არ ვიცი, შეიძლება ცოტა მეტიც ჩემ თავზე ვთქვა, ანუ არ შეიძლება, მაგრამ ელჩი თქვენ ხავთ ელჩები კეთილნების კულტურის დარგში, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ამით უფრო გააცნო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტრადიციები. რა თქმა უნდა, ნებისმიერ და ყოველთვის გაკვირვებით რჩებიან თქვენ ამხელა კულტურა გქონდეთ. დიდი მადლობა, უგმეს მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ. გიორგი უდიდეს წარმატებებს გისურვებ მომავალშიც. ასევე შეგახსენებთ გიორგი. რომ უთხრობას დაგვიბრუნდები აუცილებლად ეთერში. აუცილებლად დაუბრუნდები, უბრალოდ იქამდე უნდა მეთქვა, რომ გიორგი მიქაძე საუბრობდა ჩვენთან სტუდიაში.